რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ იმედთან და პოსტივისთან თანამშრომლობას განაგრძობენ. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას 2 მართ შეკითხვით მიმართა ბრიტანელმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ბარონესა ქარანმა. მას აინტერესებს აცნობეს თუ არა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულ ქართულ საბანკო დაწესებულებებს სანქციების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. ასევე მიიღებს თუ არა ბრიტანეთი შემდგომ ზომებს იმ ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც სანქცირებულ ტელეარხებთან თანამშრომლობას აგრძელებენ და გეგმავს თუ არა გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ლონდონში ქართულ ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრას, რათა იმედისა და პოსტივისთვის დაწესებული სანქციების კუთხით მათი ვალდებულებები განიხილონ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ბრიტანელი დეპუტატის შეკითხვები ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო სანქციების აღსრულების საკითხს დიდი ყურადღებით დააკვირდება. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მმართველი პარტიის წევრის ეს კითხვა და განცხადება და მიმართვა, ასე ვთქვათ, მთავრობის მიმართ ნათლად აჩვენებს, რომ ბრიტანეთი ასევე გარდა სანქციების დაწესებისა დააკვირდება ყურადღებით ამ სანქციების აღსრულებას, იქნება მონიტორინგი ამ სანქციების აღსრულების და ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს მთელი ქართული სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა მიუხედავად ამ სანქციებისა, ყველაფერი იყონოს ამ პროპაგანდისტული ღერძების ფინანსური, ასე ვთქვათ, ფორმალური გადარჩენისთვის, იმიტომ რომ კარგად გამოჩნდა, რომ მთელი საბანკო სექტორი იქნება საფრთხის ქვეშ, მთელი ეკონომიკური სისტემა იქნება საფრთხის ქვეშ და სანქციებას დაექვემდებარება ყველა ის პირი, რომელიც აი ამ სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება კონკრეტულ ტელევიზიებს. ეს პირდაპირ მენიშნებს იმას, რომ თვალყურს ადევნებენ იმ პროცესს, რა პროცესიც მიმდინარეობს საქართველოში. და საქართველოს ოფიციალური პირების მოწოდებას, უმაღლეს რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების მოწოდებას, რომ დაარღვიონ ბრიტანული სანქციები, ამ პროცესს თვალყურს ადევნებენ იქ, სადაც ეს სანქციები დააწესეს. საერთოდ ის რომ ფაქტი, რომ რუსული ჰიბრიდული ომის მანქანად გამოაცხადეს ეს 2 ტელეარხი, ეგრეთ წოდებული ტელეარხი, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ძალიან მკაცრად აკონტროლებენ პროცესს საქართველოს ჩვენი პარტნიორები და აგრეთვე მკაცრად გააკონტროლებენ, რომ როგორც სამოქალაქო თვალსაზრისით, საპარლამენტო თვალსაზრისით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ქართულ ოცნებაშიც. თუ მართლა გონია რომელიმე ლორდს თავის მაღალი წოდებით, რომ TV-იმედს ან პოსტივის შეუძლია თავისი განცხადებებით ან პოზიციით დააზიანოს უკრაინის ინტერესების სამხედრო დაპირისპირებაში. მით უმეტეს თუ ეგეთი არასდროს არაფერი არ თქმულა. არა, სანქციებს არ ველოდებით, იმიტომ რომ მაინც გვწამს ბოლომდე გვჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს, იმიტომ რომ არანაირი საბუთი არ არსებობს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა სანქციების სია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის თავზე განაახლა და მას 300-მდე სუბიექტი დაამატა. მათგან კატეგორიაში სახელწოდებით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულები მხოლოდ იმედი და პოსტივი მოხვდნენ. სანქციების თანახმად ორივე ტელევიზიას შეეხება როგორც აქტივების გაყინვა, ისე სატრასტო, ანუ ნდობით აღჭურვილი მომსახურების და დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა. ეს გულისხმობს მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებს, რომლებიც ბრიტანული ეკონომიკური და ბიზნეს სივრციდან დასანქცირებული პირის ან კომპანიის სრულ იზოლაციას ისახავს მიზნად. სანქციები ვრცელდება იმ ოფშორებზეც, რომლებიც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არიან.